ვის უხდით 38,000 ლარს ყოველთვე, იცით? ნათია თურნავს და ნათია თურნავა ფასებზე კი არ ზრუნავს და მის სტაბილურობას იცით ვიზე ზრუნავს? ოთარ ფარცხალაძის გახსოვთ როგორ გადაიფარა? კი, აი 38,000 ლარს ნათია თურნავა ამაში იღებს. მითხარით ერთი გადასახადი, რომელიც ქვეყანაში 13 წლის მანძილზე შემცირდა. სახელმწიფო გადასახადი, აი მეცაც გეტყვით, გაიზარდა. საშემოსავლო გადასახადი 20% რო იყო 2% დაარიცხეს საპენსიო სააგენტოსი და ჩვენ და არავის არ გვეუბნებიან სად მიდის ეს ფული. ხან ნიკორაში დებენ და მე ეს ნიკორა მიდის და ქართული ოცნების მისი თანამშრომლები ქართული ოცნების შემომწირველები ხდებიან. საწვავზე ვინ გაზარდა აქციზი, ვინ გაორმაგა ღუჯას რო გაიძახდა დიმა ქუმსიშვილი არ გახსოვთ? მან გაორმაგა აქციზზე გადასახადი. საკუთარ გუნდში მოიკითხონ კორუფცია, საკუთარ გუნდში მოიკითხონ ყველა ის არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი და კი ფარისევლობაა, რასაც აკეთებენ, ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ სურთ რომ საახალწლოდ რომ მიდიან ჩვენი თანამოქალაქეები და ხედავენ, რომ ცეცხლის ფასი უკიდია სასურსათო პროდუქციას, უნდათ რომ ეს ყურადღება გადაიტანონ, რომ თითქოს ებრძვიან, ოღონ გაზაფხულზე აპირებენ კომისიის შექმნას. მე პირადად მზად ვარ ვამხილო ყველა ის არაკეთილსინდისიერი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი რომელიც მათ გუნდშია. აი სადაც უნდა მივალ დებატები უნდა დაუჯდები და აი დეტალურად ავხსნი ფაქტები დამტკიცებულებოდ რომ არიან დამნაშავეები.